დღეს არ იქნება ისეთი ეპიზოდი, როგორცაც თქვენ ჩემგან ელოდებით ხოლმე, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ცუდად გრძნობ თავს და არ მაქვს ენერგია, არ შევიმჩნიო ის, რაც ჩემს თავს ხდება, რაც ჩვენს თავს ხდება. ზოგიერთმა კომენტარმა, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღებით ვკითხულობ, ხოლმე გამიჩინა სურვილი, უფრო მეტი მოგიყვეთ, როგორ და რატომ გადავწყვიტე ვლოგის გაკეთება. მთავარი, რაც ბევრმა ვერ გაიგო, არის ის, რომ მე არ ვცხოვრობ ესპანეთში. მე ვარ საქართველოში და არც ერთი აქაური პრობლემა ჩემთვის უცხო არ არის. და ის, რომ პრობლემებზე ცოტას გიყვებით, ან იუმორით გიყვებით, არ ნიშნავს იმას, რომ უზრუნველი ცხოვრება მაქვს, რომ რაღაც დავსეირნობ ევროპაში, მივდივარ ლეჩხუმში, ვერთობი, ვისვენებ და მოკლედ როგორც მინდა ისე ვატარებ დროს. ეს ასე არ არის. დავიწყოთ იმით, რომ ესპანეთში 4 ადამიანის მხოლოდ მგზავრობის თანხა ჩემი ოჯახის შემოსავლის გათვალისწინებით ძალიან სერიოზული ხარჯია და ამის უფლებას თავს ყოველ წელს ვერ ვაძლევთ. არც ეს ვლოგი დამიწყია იმის გამო, რომ უბრალოდ ცხოვრების გამრავალფეროვნება გადავწყვიტე და იუთუბერობა მომინდა. ჩემს სურვილზე რომ ყოფილიყო, გავაგრძელებდი მუშაობას რომელიმე ტელევიზიაში, რადგან პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მშვიდად გავაკეთებდი სიუჟეტებს და ბლოგერობაზე ალბათ არც ვიფიქრებდი. ბავშვობაში ხშირად მიფიქრია, ნეტა როგორი ვიქნები 40 წლის ასაკში მეთქი. არ ვიცი რატომ მეგონა მაინც და მაინც ეს 40 წელი საკრალური რიცხვი, მაგრამ აშკარად ეს იყო ჩემთვის მაშინ ზღვარი მოსაწყენ სიბერესთან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დროს უკვე შემდგარი და რეალიზებული ადამიანი ვიქნებოდი, რომელიც უბრალოდ დატკბებოდა იმ მიღწევებით, რასაც წლების განმავლობაში დააგროვებდა. ალბათ სხვანაირ ქვეყანაში ასეც იქნებოდა, მაგრამ არა აქ, საქართველოში. მე ვჭობდი და ჩემი სახელმწიფო იცინოდა. პირველადი შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე. მოკლედ შეიძლება ასე შეფასდეს ის პროცესი, რომ 42 წლის ასაკში აღმოჩნდი პროფესიის გარეშე. იმ სამსახურის გარეშე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა. ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე დავკარგე სამსახური. 2022 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამათავისუფლეს. იმ მიზეზით, რომ მისი მმართველი გუნდის პოლიტიკა გავაკრიტიკე. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და არა ჩემი და თქვენი პირადი ცხოვრება. არა და მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა უბრალოდ თავისუფლად ცენზურის გარეშე მუშაობას ვითხოვდით. გაგვათავისუფლეს და თან დაგვადანაშაულეს, რომ ჩვენ შევლახეთ არხის რეპუტაცია. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. მეორედ 2024 წელს აღმოჩნდი უსამსახუროდ. ამჯერად ის კერძო ტელევიზია დაიხურა, სადაც მუშაობდი. თან ისე, რომ მეპატრონეს ჩემი და სხვა თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანება დღემდე არ დაუფარავს. ამაზე მეგობრები მეხუმრებიან კიდეც. როგორი განცდა მილიონერ შენი ვალი რომ აქვსო. ვერ არის მაინც და მაინც სასიამოვნოდ გასახსენებელი ამბავი. თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მას შემდეგ, რაც თავისუფლების კუნძულებად შემორჩენილ გამოცემებს და ფინანსების წყაროები გადაეკეტათ და მათი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ჩემი დასაქმების პერსპექტივა. არა და 20 წლის ასაკიდან სამსახურებრივი წყვეტა არ მქონია, სულ მუშაობდი და უცებ აღმოჩნდი არარეალიზებული ქალი, რომელიც თავის ადგილს ვერ პოულობს. არ ვიცი როგორ აგიხსნათ, ეს ჩემისთან ადამიანისთვის იმხელა სტრესია, იმხელა ტრავმა, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ფასს უკარგავს. აი თავის საზოგადოებისთვის ასე უსარგებლო, ასე არასაჭირო არასდროს მიგრძვნია. და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ყოველთვის მუშაობდი, ყოველთვის მქონდა ჩემი შემოსავალი, საიდანაც ვიხდიდი ბანკის კრედიტს, ბავშვების გაჩენის შემდეგ ძიძის ფულს და არასდროს ჩემი ჯიბის ფული არც ქმრისთვის და არც მშობლებისთვის არ მithოვია. ახლა სამწუხაროდ ყველაფერი შეიცვალა. სწორედ ამ სრულიად გამოუვალი მდგომარეობის გამო ჩემი ქმარი იძულებული გახდა გადაიხვეწოს უცხო ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის ამ ტიპის შრომა შეიძლება დამაზიანებელიც კი იყოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახთან და ბავშვებთან ყოფნის საჭიროებაზე. ემიგრაციაში მისი ყოფნის დადებითი მხარე ის არის, რომ ოჯახს ფინანსური სიდუხჭირი ასცდა, თუმცა ბავშვებს მუდმივად ენატრებათ მამა. არაფერი რომ თქვა იმაზე, რომ ეს არ არის არც სრულფასოვანი ურთიერთობა, არც სრულფასოვანი ოჯახი. ჩვენ არ ვცხოვრობთ, უბრალოდ ვარსებობთ. დრო გავყავს და ეს არ არის ბედნიერება. რაც შეეხება დანარჩენს, ანუ ამ ქვეყანაში ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრების და მომავლის პერსპექტივას. სამწუხაროდ სამსახურის დაკარგვაზე უფრო მტკივნეული იმ ღირებულებების ჩამოშლის პროცესი აღმოჩნდა, რომელზეც რამდენიმე ათწლეული მეგონა რომ მე და ის საზოგადოება, სადაც ვცხოვრობ, შეთანხმებული ვიყავით.
ის ყველაფერი, რასაც წიგნებში ვკითხულობდი, ჩემს თვალწინ ცოცხლდება და ცოცხლდება მთელი თავისი უბედურებით. დისტოპიური რეალობა, რაც მეგონა რომ წიგნის ფურცლებს არ გასცდებოდა, უკვე ქუჩებშია. საქართველოს უახლესი წარსული, რომელსაც ჩემი მასწავლებლები დიდი შთაგონებით ყვებოდნენ, მეორდება და ისინი, ვინც წარსულში მომხდარ ფაქტებს თამამად არქმევდნენ სახელს, უბრალოდ დუმან. სტუდენტობიდან მოყოლებული ყოველთვის მქონდა შანსი უცხოეთში წავსულიყავი საცხოვრებლად და ეს არასდროს გამომიყენებია. დღეს დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად მოვიქეცი. როცა გადავწყვიტე, რომ არ გავცვლიდი სალსე კლდეებზე. აღარ ვფიქრობ, რომ დიდად გონიორული გადაწყვეტილება იყო. მე ახლაც მგონია, რომ არ შემიძლია საქართველოს გარეშე ცხოვრება, თუმცა იგივეს ჩემი ქვეყნის მხრიდან ვერ ვგრძნობ. ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანების ნაწილი ქვეყნიდან მიდის. მეორე ნაწილი წასასვლელად ემზადება. თავზარს მცემს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩემი შვილების უკეთესი მომავლისთვის ემიგრაცია მომიწიოს. არ ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს წლებში ეს ქვეყანა ჩემი შვილებისთვის მინიმუმ უსაფრთხო იქნება. თუ წავალ, ჩემ შვილებს ექნებათ მომავალი, მაგრამ არ ექნებათ მკაფიო იდენტობა და ეს არ არის მარტივად გადასახარში ამბავი. სხვათა შორის ბავშვობიდან მოყოლებული ვგრძნობ, რომ ჩვენი საზოგადოება მუდმივად გაიძულებს მოვალეობებით იცხოვრო. ვიღაცებს თავი მოაწონო, იწესებს უამრავ შეზღუდვას, მაგრამ არასდროს არ ცდილობს, რომ გაგაბედნიეროს. ცხოვრება ჩვენი საზოგადოებისთვის არის ტანჯვის ნორმალიზება. ცხოვრება ბრძოლაა და უნდა იტანჯო, უნდა მოითმინო, ბედნიერი ადამიანი ამ ქვეყანას არ უყვარს. ამ ბედნიერების შეგრძნებას და სილაღეს ბავშვობიდან გართმევს. უბრალოდ რაღაცნაირად უხერხული ხდება ეს, კიდეც რომ მოახერხო გაარღვიო ეს მოჯადოებული წრე, თავს კარგად მაინც ვერ იგრძნობ. უბრალოდ შეუძლებელია ირგვლივ ამდენი გაუბედურებული და გატანჯული ადამიანი ცხოვრობდეს და შენ კარგად იყო. ცხოვრობ მოვალეობებში, გეგმებში, ვალდებულებებში, საჭიროებებში და დრო არ გყოფნის, რომ თავს დაუსვა მთავარი შეკითხვა. რა მჭირდება, რომ ვიყო ბედნიერი? რა მჭირდება, რომ ვიყო კარგად? ჩემი როგორც დედის ფიქრი არის ის, რომ შვილები ჰყავდეს უსაფრთხოდ, დაცული და მათ ჰქონდეთ მომავალი. მესმის, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ოჯახების დიდ ნაწილს ფიზიკურად გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს, ჩემი მდგომარეობა შეიძლება ვიღაცისთვის საოცნებო იყოს. ჩემ შვილებს არ შეათ, არ სცივათ, დადიან წრეებზე, იღებენ სამედიცინო მომსახურებას. ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, შენ რა გიჭირს, რა არ მოგწონსო. ფიქრობს, რომ მე უმადური ვარ, გაუმაძღარი, რადგან ის ამ მინიმუმსაც მოკლებულია. როცა ევროპაში ყოფნისას იქაურ სიკეთეებზე ვსაუბრობ, ჩემთვის ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ზუსტად ამიტომ მინდა ევროპა, ამიტომ მინდა დემოკრატია, რომ ჩემი შვილის უფლებების დასაცავად ცეცხლით და מחვილით კი არ ვიბრძოდე. არამედ გქონდეს სახელმწიფო, არსებობდეს მექანიზმები, რომელიც მას უჩემოდაც დაიცავს, უფრო უკეთეს არჩევანს შესთავაზებს და ბედნიერების საშუალებას მისცემს. რა თქმა უნდა, მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იქაც არ არის იდეალურად ყველაფერი, უპრობლემო ქვეყანა არ არსებობს და შესაბამისად ბევრი რამ არის ისეთი, რაც არ მომწონს იქაც, მაგრამ მომწონს მთავარი, რომ მთავარი არის ადამიანი. უნდა ვაღიარო, ძალიან მაშინებს სიბერე და სულაც არ მინდა სხვისთვის ტვირთი ვიყო. მე შულს იმისთვის არ ვზრდი, რომ სიბერეში სამაგიერო გადამიხადოს და მომიაროს. მეტიც, საერთოდ არ ვაპირებ არც ერთ შვილთან ცხოვრებას. და ეს არ ნიშნავს, რომ მშობელზე ზრუნის ვალდებულება შვილებს არ აქვთ. თუმცა მიმაჩნია, რომ საკმაოდ ბევრ შრომობ იმისთვის, რომ შვილების შემოსავლიდან ჩემს წილს კი არ ველოდებოდე, ჩემი შრომის ნაყოფით ვტკბებოდე სიბერეში. კონდეს დამსახურებული პენსია, რომელიც არსებობის კი არა, ცხოვრების უფლებას მომცემს, ისე როგორც ევროპაშია. ლეჩხუმში დასვენების შემდეგ თბილისში ჩამოსულს რამდენიმე დღე მჭირდება, რომ ვადაპტირდე და სუნთქვა შევძუო. უჰაერობა მახრჩობს. ბარსელონაში ხორტაზე გაცილებით მეტი ჟანგბადია, ვიდრე აქ, თბილისში. რადგან იქ ევროპა და ხარბი დეველოპერების ასალაგმად კანონი არსებობს. იქ პოლიციაც და სასამართლოც კანონს იცავს. იქ უსამართლობის განცდა არ გახრჩობს. იქ სამართალდამცველს დაუსჯელობის სინდრომი ვერ ექნება, რადგან კანონის წინაშე ყველათანა სწორია და იცის, მას მეტად მოეკითხება. იქ მოსამართლე მართლა მოსამართლეა, პოლიციელი ნამდვილად პოლიციელი და იქ ადამიანის და მოქალაქის სტატუსი ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ქვეყნისთვის ღირებული ხარ. ეს პროექტი ჩემი აუტანელი ოჯახი ჩემთვის არის ერთგვარი ექსპერიმენტი. თვითრეალიზების შესაძლებლობა.
მე მინდა გაჩვენოთ ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედის მაგალითზე, რა პრობლემები მაქვს, როგორ ვუმკლავდებიან, ვერ უმკლავდებიან პრობლემებს, როდის მეცლება კანცი, როდის ვბრაზობ, როგორ ვცდილობ ჩემი შვილების დაცვას, სად ვუშვებ შეცდომებს და სად არის გამოსავალი ჩემი აზრით. მოკლედ, როგორ ვცდილობ ვიცხოვრო. მართალია ამ პროცესში ზოგს deep state-ის მოგზავნილი მგონი ვარ, ზოგს ბოროტი ძალებისგან მართული, ზოგს შეძლებული უსაქმური და ზოგს ლაიქებზე მონადირე, მაგრამ მე ხომ ვიცი ვინც ვარ. მე ვარ დედა, რომელიც ცდილობს ამ ქაოსში საკუთარი თავის და საკუთარი ოჯახის გადარჩენას. და ბოლოს ძალიან გთხოვთ, ნუ მომწერთ, რომ თუ საქართველო არ მომწონს, შემიძლია ევროპაში წავიდე. ესპანეთი შესანიშნავია, მაგრამ ჩემი სამშობლო არ არის და სწორედ ამიტომ მინდა ევროპა და მისი სიკეთეები აქ, ჩემს ქვეყანაში. ამიტომ ვცდილობ, ვშრომობ, ვწვალობ და ვრჩები აქ, რომ მგონია, რომ ჩემი შვილები ყველაზე ბედნიერები საკუთარ სამშობლოში იქნებიან, რომ რაღაცის შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამიტომ იპოლიტე ხვიჩია ცნობილი პერსონაჟის არ იყოს. კიდეც ვიბრძოლებ, კიდეც ვიშრომებ, კიდეც ვიწვალებ, კიდეც ვიწუწუნებ. სამსახურის ძებნასაც არ შევწყვეტ და მაინც ამოვთხრი იმ მომავალს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის უკეთესი იქნება.